განწირულია ნებისმიერი აქტივობა რთული ქცევის მართვის თუ კლასის მართვა არ არის დალაგებული. ანუ როგორ უნდა წავიდეს, იცი რომ ჯერ მთლიანი კლასის მართვა უნდა იყოს გასწორებული, რომ იქ მე თუ რაიმე რთული ქცევაა დასალაგებელი ის დალაგდეს. აი თუ აინთება ხო? 80% მე რასაც ვთხოვენ ხოლმე უფრო, როცა კონსულტირებას გავდეთ, არის რომ რთული ქცევა დაალაგე. და მე კიდე ვიწყებ იმიდან, რომ თუ კლასი ვერ დავალაგეთ, ზოგადად მართვის ნაწილში, ესეც ვერ დალაგდები. ნებისმიერი რთული ქცევის დალაგებას, რახან უკვე რთულ ქცევას ვლაპარაკობთ, უეჭველი მოყვება ინდივიდუალური აქტივობები, რომელიც ჩემი რთული ქცევა თუ უნდა დალაგდეს, სხვა ბალღების ქცევებისგან შეიძლება იყოს განსხვავებული. აქ კლასიკა არის, რომ მე არ შემილია 10 წუთი ჯდომას გამზე სხვებს შეუვლიათ, მე უნდა ავდგე და ვიარო, ან მე უნდა გარეთ გავიდე. აქ არის მეორე ხაფანგი. თუ სხვა ბალღი გეუბნება, რომ მეც რო გარეთ გავიდე, ძალიან მარტივად თეონები თუ ძალიან გჭირდება, გადი არ არის პრობლემა. იმიტომ რომ მანდაც ესეთი წესია რა, იმ ბალს, აი იმპულსებს რო ვილაპარაკეთ, უეჭველი ჭირდება რომ გარეთ გავიდეს. რომელსაც რთული ქცევა აქვს. მეორე ბალს ეგ შეიძლება არ ჭირდება, მაგრამ კაი იდეა გონია. კაუში, მაგრამ შენ რა იცი, შენ იცი რომ ის რომ შემო არახან იმას ეგ არ ჭირდება, შენი ყურადღება უეჭველი ჭირდება. ამიტომ შენ თუ ეს სხვა ბალღები, რომელსაც ეს საჭიროება არ აქვს, შეუძლიათ რომ წარმატებულები იყვნენ იმ საქმეში, რასაც შენ ავალებ, უეჭველი ირჩევენ იმ ნაწილს, რომელიც საჭიროა, ვიდრე აქეთ-იქით ბოდიალს. და მაგას მიაღწევ მარტო მაგ ნაწილში, თუ შენ კლასის მართვა არ გეშინია. და როგორც კი მაგას კარგად აი უმეტესობა მასწავლებლებს ვისაც არ უყურებ, რომ აი კლასს კარგად ამუშავებენ, ყველას ეგ მახასიათებელი აქვს.